ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთანა თენგის გოგოდიშვილთან და დღევანდელ ცხელ ამბებთან ერთად. მოიწონეთ და გამოიწერეთ Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე და Instagram-ზე. სასწრაფოდ გასავრცელებად. მოსმენა. პარტნიორიდან პრობლემამდე. საქართველოს ანტიამერიკული შემოbrunება. 4 შაბათი 2025 წლის 10 სექტემბერი 14 საათი და 30 წუთი. გამოცხადებული პიზეცის ქრონიკა თუ რამეა ესაა ბორინგ არადნოი. ამ დღეს, ამ საათსა და ამ წუთზე ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც დასრულდება. დასრულდება მოლოდინი, რომ შენ ტრამპთან რამის დამლაგებელი ხარ. დასრულდება მოლოდინი, რომ მუდამ გაგიტარებენ საქართველოს გადაგდებას არაბუნებრივ კალაპოტში, რომ არასდროს შეამჩნევენ, რომ რაღაცებს ათამაშებ ტრამპის მიერ მთავარ საფრთხეებად გამოცხადებულ ჩინეთთან და ირანთან. რუსეთს რომ თავი დავანებოთ უკვე. და რომ გაგიუქმებენ პირად სანქციებს. 10 სექტემბერს ვაშინგტონის დროით დღის 3-ის ნახევარზე ამერიკის კონგრესის ევროპული პოლიტიკის გამსაზღვრელი შემქმნელი ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს და პირადად ჩენზე. პირდაპირ პრეს-რელიზს ჩაგიკითხავ. საქართველო ოდესღაც ითვლებოდა შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად და კავკასიის თავისუფლების შუქურად. დღეს კი მართველი პარტია ქართული ოცნება ქვეყანას კვლავ რუსეთის ორბიტაზე მიათრევს და აღრმავებს კავშირებს ჩინეთთან და ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეებთან. ბოლო წლებში ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ქვეყნის ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეზღუდა საქართველოს სუვერენიტეტი. ჩინური ინვესტიციების მხარდაჭერითა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების დაბლოკვით შუადერეფნის მარშრუტით ვაჭრობასა და ცენტრალური აზიის იშვიათ მინერალებზე წვდომაში. ხელისუფლებამ დააპატიმრა ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოიყენა ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვა ძალაუფლების დათმობაზე ისეთი არჩევნების შემდეგ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული არალეგიტიმურად. ეს პროცესები საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ინტერესებს რეგიონში. მოსმენის მიზანია გააანალიზდეს საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სulis გლობალური შედეგები. მოწმეები ასევე განიხილავენ შეერთებული შტატების შესაძლო ნაბიჯებს, მათ შორის ორპარტიული მეგობარი აქტის მიღებას, რომლის მიზანია ქართველი ხალხის დახმარება, რომელსაც სურს დამოუკიდებლობის გამყარება და შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. მოწმეები პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ლუკ კოფი, წამყვანი მკვლევარი, ევროპისა და ევრაზიის ცენტრი, ჰადსონის ინსტიტუტი. გონი ცოტა ადრე მოგივიდა მიხეილ ყს სახელი წერილების წერა ვაშინგტონში. თან ხელის რომ მოაწერინე პრეზიდენტი გწერ პრეზიდენტსო. აგერ ხომ წაგიკითხე ვის აღიარებენ ისინი პრეზიდენტად, უწერიათ სალომე ზურაბიშვილი. ხაია მოგივიდა. ერთი უსტარი უნდა მიგეწერა და მუშა. თორემ ახლა რა გამოვიდა? ერთი წერილი უკვე მიწერილია. განხილვა ერთ კვირაში დაინიშნა და შენ უკვე მეორე გაქვს მისაწერი. ისე რომ პირველის პასუხსაც ვერ ელოდები. არა, განა ზაზა შათირიშვილი თუ ვინმე პოლკოვნიკი სიდოროვი ფსბ-დან ახავს ვერ დაწერეთ, მაგრამ ის კაცი წაიკითხავს. სოფლიოს ლიდერი ქვია, მაინც რაც უნდა იყოს, დაკავებული კაცია. ყოველ კვირა შენს მენცარულ ბოდვაზე დროს ვერ დაკარგავს. მოგიწევს ისევ ტრამპის სახელით გამოგზავნილი პასუხების გამოგონება. როგორც იმ საახალწლო მილოცვაზე ქენი. იმის იმედით, რომ შენ ჟულიკობას ის კაცი ვერ გაიგებს, ან რეაგირება დაეზარება, იმიტომ რომ გლობალური პრობლემებით იქნება დაკავებული. ისე, მაინც ადევნე ამ დღეებში თვალი ამერიკის მეოთხე ფლოტის მოძრაობას კარიბის ზღვაში. ვენესუელას ანაპიროსთან რომ იკრიბება ახლა. და იქნებ ჩაწოდე, რას გრძნობს ახლა მადურო, არჩევნების მომპარავი და საკუთარ ხალხზე მოძალადე უზურპატორი, რომელიც წლებია ამერიკას უპირისპირდება. ხო, რა ვიცი ისე, რა უნდა ამერიკას შავზღვაშიო? წამოიღო ბიჭო. მიხეილ ყს 9 ტყავი გადასწრა. 100 ოფლი მოიდინა. ინტენსიური წვრთნა ჰქონდა. თავი არ დაუზოგავს. ბოლო თურქეთში ჩაატარა ვარჯიში და ახლა ტრამპში ერკინა. ღია წერილით და მომისმინე შენაკეთ ბიჭო, შენ თავი ვინ გონიაო. ვინც იძახის რომ ხოცებისგან აღარაფერი უკვირს, ახლა უნდა აღიაროს რომ უდიპლომო ფუტბალისტის თავდაჯერებულობამ ისინიც კი გააოცა. დაამონჯა. ტრამპის პასუხი ჯერ არ გვინახავს. ორი დღე საერთოდ გამქრალი იყო და მთელი მსოფლიოს მედია ჭორაობდა მოკვდაო. მე მაინც ჩემი ვერსია მაქვს. მიხეილ ყს წერილს წაიკითხავდა და ალბათ დარდმა მოიცვა. ორი დღის მერე კი გამოჩნდა, მაგრამ ამ წერილზე სიტყვაც არ დაუძრავს ჯერ. ვითომც არ წაუკითხავს, ვითომც არ ყოფილა. ფარისეველი. არა, რა თქმა უნდა, მოუწევს საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაცა და გამოცხადებაც აუცილებლად.
და პასუხის გაცემაც მოუწევს აბსოლუტურად კონკრეტულ ბრალდებებზე. როცა მთელს დუნიაზე 200-ზე მეტი ქვეყნიდან Deep State-თან ბრძოლაში ერთადერთი მოკავშირე ყავს, ბორის ივანაშვილი, იმას ხელი როგორ უნდა კრას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გათვალა მიხეილ ყმ სხვანაირად ბატის ფრთას არ ჩააწოდა სამელნეში. არა, ჩვენ ადრეც გვახსოვს ეპისტოლარულ სამყაროში ეს სახელი. 2022 წელს ამერიკის ელჩისაც მისწერა წერილი, რომელიც იმ Deep State-და დეიდამ საერთოდ არ წაიკითხა. თქვა, რომ ისეთი აბდაუბდა იყო პირველივე წანდადების მერე მივაგდე კითხვაო. ახლა როგორც ხედავთ, დაუხვეწავს ქართულისა და ინგლისურის ამ კაცს. არა, ინგლისურის ამბავი გონი წამოვწდა. მერე სხვა შორის ვეძებე მის ოფიციალურ ბიოგრაფიებში და საერთოდ ვერ ნახე მითითება, რომელ ენებს ფლობს. პრეზიდენტის საიტი ნოემბრიდან საერთოდ გათიშულია. პარლამენტ საიტზე კი მის ძველ ოფიციალურ ბიოგრაფიაში გრაფაში განათლება მხოლოდ დაბადების თარიღი უწერია. სხვათა შორის მაგ ოფიციალური ბიოგრაფიის კითხვა მისე გამიტაცა, რომ სულ ზეპირად ვისწავლე, რომელ კლუბში როდის გაუქნევია ფეხი საქართველოს ამ სიამაყეს. 2 წელი ბურთი ინგლისში აგორავა და არ მინდა დაჯერება, რომ საგანგებო თარჯიმანი ყავდა მიჩენილი. წესით რაღაცა უნდა ესწავლა. შემდეგ 10 წელიწადში კი 2006-მდე მხოლოდ შვეიცარიაში 5 კლუბი გამოიცვალა, 5-ვე გერმანულენოვან კანტონში. ალბათ ჩემი არ იყოს თქვენს გაგიჩნდებოდათ კითხვა. 10 წელიწადში იმდენი გერმანული როგორ ვერ ისწავლა, რომ CV-ში ჩაეწერა ფლოპ. აერდონეზე, აორდონეზე, ფრიდრიხ მერცს მოვაბრუნებ გაქცეულსან, ნიცშეს დედანში წაუკითხავ იმ ბრძენ კაცს მაინც. ბოლოს და ბოლოს სიტყვა ქოცენ როგორ ვერ გაიგო რას ნიშნავს? რწყევას. ქოცენ რწყევა გერმანულად. არა, ბოლო 13 წელი უკვე ქართულადაც. კახა კალაძეს ისედაც ყველა დაესია. ათრევს. სრულიად სამართლიანადაც. თუმცა არ ვიცი, ამდენი შეგონება ამ ასაკში და ამ რაზგონით რამდენს უშველის. ზომიერება და ტაქტი ოჯახიდან უნდა მოდიოდეს, გარემოდან, აღზრდიდან. შენ თვითონ უნდა ხვდებოდე, როდის შეიძლება, როდის არ ღირს და როდის არ შეიძლება. აი, კატეგორიულად არ შეიძლება სოციალური პრივილეგიისა და ფულის დემონსტრირება. ან ვინმე უნდა ყავდეს გარშემო კარგი მრჩეველი, გემონებიანი და ტაქტიანი. და შენი მორალური ეტალონი 800 ქურდი არ უნდა იყოს, ნაღდად. მაგრამ ეგ მართლა გემონების ამბავია. ტაქტიან ადამიანებსაც ყავთ ამ მრჩეველი და ქაჯებსაც, შავნიფხვიანებსაც და საერთოდ უნიფხვოებსაც. მე აქ სრულიად პრაგმატული კითხვა მაქვს ახლა. კითხვა კანონთან. საქართველოში არის რეგიონები, სადაც გზა თავისთავად გადადის მდინარეზე. მაგალითად, პირიქითა ხევსურეთში ან თუშეთში ან სვანეთის რაღაც სოფელში ვერ მოხვდები თუ მდინარეზე არ გადაიარე. მაგრამ მდინარე ინწარაზე ეს ადგილი, სადაც ეს რაზმი დაშლიგინებს, არსად მისასვლელი გზა არ არის. უბრალოდ შევარდნენ ტიპები მდინარეში და რამდენიმე კამერი დრონებით, რეჟისორებით, ოპერატორებით გადაიღეს როგორ ერთობიან. ამ მდინარეს სახელმწიფო ისევე იცავს, როგორც სხვა მდინარეს. უნდა იცავდეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მდინარეში მანქანის რეცხვა 50 ლარიანი ჯარიმით ისჯება. ხოლო თუ ეს დაცულ ტერიტორიაზე ხდება 350 ლარით. მაინტერესებს, გარემოს დაცვის ინსპექციამ ან ვინმე შეისწავლა საჯარო სივრცეში სიამაყით გამოდებული ეს ვიდეო და რა მექნა? კიდევ ერთხელ, ესენი არ მიდიოდნენ A წერტილიდან B წერტილამდე. ეს მდინარე მათთვის არ იყო რაღაც ბუნებრივად გადასალახი წინააღმდეგობა. მათ უბრალოდ იჯლიგინეს წყალში და ააბინძურეს ნავთობპროდუქტებით, საწვავის ნარჩენებით, საწყებს აფუხი მასალით, ანტიფრიზით, მჟავებით, ნამწვით, რა ვიცი, კიდევ რა აქვს მანქანებზე ჩერჩენილი. საწყალ თევზებსა და ბაყაყებს გულები რო დაუხეთქეს, მაგაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკო. და სახელმწიფომ ახლა რაო? დააჯარი მეტკალაძე 50 ლარით. თუ პლაკატის გაკვრა ქალაქის შენობაზე გარემოს აბინძურებს და მანქანის ჯლიგინი ბუნებაში მხოლოდ აკეთილშობილებს? მოკლედ, ჯარიმას ველოდებით, მეგობრებო. ბოდიშს არა, ეგ სიტყვა არ იცის იმან, ვინც ხან 13 ნომერი იყო, ხან 4, მაგრამ სამუდამოდ 9 ნომრად დარჩა. მოიწოდეთ და გამოიწერეთ. ვაშა გადაცემა თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.